კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომუჯირმა წირვა აღავლინა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც მოქალაქეები კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ. წირვის შემდეგ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ტაძარში მრევლის ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ჩამოდიან. დღეს უწმინდესის დაკრძალვიდან ზუსტად 1 კვირა გავიდა. პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თამარ თათარაშვილია სიონის საპატრიარქო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ქადაგებისას ისაუბრა ილია მეორის როლზე, იმ ღვაწლზე, რომელიც აქვს მას სრულიად საქართველოს და ქართული ეკლესიის წინაშე. სიონის საპატრიარქო ტაძრის კედლებში დღეს არაერთხელ გაისმა და გაჟღერდა ის თავარი როლი, რაც ქონდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. რას აკეთებდა ის მის ნახევარსაუკუნოვან გზაზე, იმისთვის რომ თავარი ღირებულება, რაც არის თავარი ქვაკუთხედი ქართველებისთვის, ქართველი მართლმადიდებლებისთვის ყოფილიყო შემონახული და დაცული მომავალი თაობებისთვის. მეუფე შიომ აღავლინა, როგორც აღნიშნეთ, დღეს წირვალოცვა სიონის საპატრიარქო ტაძარში და აღინიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სამების ტაძარში, როდესაც მიდიოდა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ მას პატივი მიეგოთ ილია მეორისთვის, როდესაც დაკრძალვაზე გამოვიდა თბილისის ქუჩებში არაერთი ადამიანი. ეს იყო უპირობო სიყვარული, იმ სიყვარულის დაბრუნება ქართველი ერის მხრიდან, რომელსაც ილია მეორე მის გზაზე ქართველებისთვის გასცემდა. დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ჩვენ ძვირფას კათოლიკოს პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს, რომლის სულის მოსახსენებლადაც ჩვენ ახლა გადავიხადეთ პანაშვიდი. ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ამ ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, მთავარი საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს ჩვენ მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე. რომ ჩვენ ესე იგი არ ვწდებოდით მრავალი ჩვენგანი, როდესაც ვამბობდით და ხაზს უსვამდით იმას, რომ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო. იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ეს ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. და ეს უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით, აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები ჩვენი ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და წუხარების გამოსახატავად. ღმერთმა დაალოცოს მისი უკვდავი სული, ღმერთმა მოიხსენოს და სასუფეველსაც ათასად დაამკვიდროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამ ეგვიპტელის კვირას, მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. მარიამ ეგვიპტელის ლოცვით და შეწევნით ღმერთმა დაალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. არ მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დღესაც მოდიან სიონის საპატრიარქო ტაძარში იმისთვის, რომ პატივი მიაგონ ილია მეორეს, მის ხსოვნას და მის საფლავს. სიონის ტაძარი ღია არის დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუდმივად მიმდინარეობს პანაშვიდები და დღესაც ჩვენ ვესაუბრეთ მრევლს იმ ადამიანებს, რომლებიც დაესწნენ მეუფე შიოს ქადაგებას, რომლებიც დილიდან შეიკრიბნენ სიონის საპატრიარქო ტაძარში. ეს ადამიანები მწუხარები, თუმცა ამავდროულად დიდი სიამაყით საუბრობენ იმ საქმეებზე, რომელიც მათმა სულიერმა მამამ ილია მეორემ ქართველებისთვის და ქართველი მართლმადიდებლებისთვის გააკეთა მას შემდეგ, როდესაც ის საპატრიარქო ტახტზე ავიდა. ერთი მხრივ რა თქმა უნდა არის მარხვითი განწყობა და მეორე მხრივ არის წუხარება კიდევ და კიდევ უწმინდეს პატრიარქთან დაკავშირებით. ეს 1 კვირის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მდებარეობს საფლავი მისი უწმინდესობის, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი დღევანდელი დღის ჩათვლით და აი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ უყვარს ქართველ კაცს პატრიარქი და არა მარტო პატრიარქი, ზოგადად რაოდენ უყვარს ქართველ კაცს ეკლესია, რაოდენ ორგანულია მისთვის აი ეს ღირებულებები, რასაც წმინდა ეკლესია ყოველთვის ქადაგებდა და ქადაგებს. იყო უდიდესი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანი, აი რასაც მოგვიწოდებდა ყველაზე მეტად ქართველებს ერთობას და სიყვარულს, ერთმანეთის სიყვარულს. თვითონ იყო ძალიან თავმდაბალი ადამიანი, მაგრამ
როცა საქმე ეხებოდა საქართველოს ძალიან პრინციპული. გლოვა გრძელდება, მაგრამ ჩვენ უფრო უკეთესები უნდა გავხდეთ, ვიდრე აქამდე ვიყავით. მინდოდა მოვსულიყავი და მომილოცა პატრიარქის საფლავი. უსასრულოდ ძალიან დიდი ადამიანი დაკარგა საქართველომ, არა მარტო საქართველომ და ზოგადად ქრისტიანულმა სამყარომ. სამწუხაროა ნამდვილად ის ფაქტი, რაც მოხდა, მაგრამ უფრო მეტად გააძლიერა ვფიქრო პატრიარქმა რწმენა ძალიან ბევრ მორწმუნე ადამიანში. მადლობა მას ნამდვილად იმ სიყვარულისთვის, რაც დაგვიტოვა ზოგადად ადამიანებს. პატრიარქი იყო რაღაც იმედი, ხვიდელი დღის რაღაც საქართველოს მომავალს წარმოვედგინე პატრიარქთან ერთად და მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ დესმე გარდაიცვლებოდა და აღარ იქნებოდა ჩვენ გვერდით, ფიზიკურად სულიერად სულ ჩვენ გვერდით იქნება. დღეს არის მარხვის მეხუთე კვირა, ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება საკვირაო წირვა-ლოცვა. ღვთისმსახურება სიონის ტაძარში აღავლინა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ, რომელმაც იქ ადაგა და ასევე ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მადლობა, თამარ თათარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობის ღირსების სიყვარულისა და თავდადების ილია მეორის როლსა და მის ღვაწლზე ისაუბრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. მეუფე დიმიტრის განცხადებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ქართველი ხალხის სულიერი მამა მთელს ერს დააკლდა. ხედავდი ამდენ აცრემლებულ, ატირებულ გლოვიარე ადამიანებს და საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, გრძნობა იმისა, რომ ის ვისაც განიცდი, ვისაც მთელი ცხოვრება თვლიდი, რომ შენი ოჯახის ნაწილი წევრია, ის მარტო შენი არ ყოფილა. ის არის უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც და ეს იყო უდიდესი სიხარულ ნარევი გლოვა. უდიდესი განცდა ამ ადამიანისა, რომელმაც როგორც გითხარით მთელი ცხოვრება, როგორც კი დაბადებისთანავე, როგორც კი თვალი გავახილე, ამ ადამიანს უყურებდი მთელი ცხოვრება, ეს იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა და ასე შემდეგ. პატრიარქის ნებასა და 2017 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ სასულიერო პირები, როდესაც უწმინდესმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირის სიცოცხლეშივე დაასახელა. იმისთვის, რომ დასრულებულიყო მსჯელობა პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით. ეკლესია ამბობს, რომ ნებათა ღელვა უსაფუძვლა ილია მეორის გადაწყვეტილება კი ყველასთვის მნიშვნელოვანი. საპატრიარქო საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მკაფიოდ გაწერილი პროცედურების შესაბამისად უნდა მიიღოს. ამიტომ ეკლესია სინოდის სხდომის დანიშვნამდე და ახალი პატრიარქის არჩევამდე ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ ვარაუდების გაკეთებისგან და დაელოდონ მღვდელ მთავრების გადაწყვეტილებას. ათვლა ჩვენი ეკლესიის წინამძღოლებისა, მოციქულებიდან, ანდრია პირველწოდებულიდან, სვიმონ კანანელიდან და პატათადან იწყება. რადგან ისინი იყვნენ პირველი მღვდელმთავრები, პირველი წინამძღოლნი ჩვენი ეკლესიისა. არაუგვიანეს ორი თვისა მოხდება არჩევა, გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და მერე წმინდა სინოდი დაადგენს აი ამ ძირძველ, აი ამ ღვთივკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ, რომ ყოველივე სიკეთით, მშვიდობით, ღვთისმადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა. მნიშვნელობა აქვს პატრიარქის გადაწყვეტილებას 2017 წელს, როდესაც მან პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა და გამოარჩია მეუფე. როგორც თქვით, მორწმუნე ადამიანისთვის პატრიარქის ეს ქმედება
მთელი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ თუ დააკვირდებით, ისე ვიმეორებ, შეიძლება ფორმალურად ჩვენ წავიკითხოთ უწმინდესის ეს განცხადებული ანდერძია თუ განცხადება არის, ხო, საჯაროდ გამოიტანა, მაგრამ იქ იწყება ლოცვითი სიტყვებით, სახელითა მამისათა, ძისათა, სულისაწმინდისათა. ასევე უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მიერ მისი მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება. ეს ისეთი რკინის ურყევი, სულიერი წყობა და ლოგიკა, რომელიც მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. რა თქმა უნდა, უწმინდესი სინოდის ყველა წევრს თითქმის, ყველა წევრი მისი ნაკურთხია მღვდელმთავრად და ყველა წევრს უმრავლესობას მაინც ბავშვობიდან იცნობს, მათ შორის მეუფეშიოსაც. ყველას აქვს თავისი ღირსება, ყველა მღვდელმთავარს, ყველა სასულიერო პირს. ალბათ მეუფეშიოში დაინახა სწორედ ის უნარები, ის თვისებები, რომელიც აგერ ნაყოფიც ვნახეთ. 9 წლის განმავლობაში ის პირუთვნელად იცავდა კურთხევას და მორჩილებას მისი უწმინდესობისას. საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის კრებაზე და შემდგომ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა. ამ ყველა პროცედურაში ჩართული იქნებიან წმინდა სინოდის წევრები. რა მნიშვნელობა აქვს პატრიარქის მხრიდან 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მან საკუთარ სიცოცხლეშივე გამოარჩია თანამოსაყდრედ შიო მუჯირი. მან საგანგებოდ თავისი ხელით დაწერა ეს ბრძანება ფურცელზე და წმინდა გიორგის დღესასწაულზე ამბიონიდან წარმოსთქვა ეს ბრძანება. ესეთი სიტყვები თქვა მან, რომ წმინდა გიორგი მინება, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ხოლოდა მოსაყდრე. მიზეზი ამისა არის ის, რომ გოცდავად პატრიარქმა განაცხადა, რომ შემდგომ ამას მოსაყდრესთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები არ მოყოლოდა და ზოგადად ბუნდოვანი არ ყოფილიყო საკითხი ანდერძთან დაკავშირებით შემდგომში. კათოლიკოს პატრიარქს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის თანახმად ირჩევს წმინდა სინოდი. საზოგადოებას კი განსაკუთრებით მორწმუნე ერს, რომელიც იმყოფება დიდი მარხვის პერიოდში, მინდა მოუწოდო, რომ შეინარჩუნონ ამ დღეებში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებისადმი გამოხატული უდიდესი პატივი, ერთობა, სოლიდარობა და მოუწოდებ, რომ განსაკუთრებული ლოცვით შეეწიონ ამ პერიოდს. ეკლესიის წინააღმდეგ წლების წინ დაწყებული ორკესტრირებული კამპანია კი ისევ გრძელდება. ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, NGO-ების, აქტივისტებისა და გარკვეული მედიის წარმომადგენლების სამიზნე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირია, რომელიც ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ სიცოცხლეშივე დაასახელა. პატრიარქისა და მოსაყდრის სახელის დაკნინებისა და ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა მართველი გუნდის თქმით, სამოციქულო ეკლესიისა და სახელმწიფოს მიზანმიმართული მტრობა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ სიძულვილის კამპანიის ავტორებს ქართველმა ხალხმა პასუხი 22 მარტს გასცა, როდესაც უწმინდესი უკანასკნელ გზაზე მთელმა ერმა გააცილა. ის ხაზი, რომელსაც უწმინდესი ახორციელებდა საქართველოში ერის შემოbrunება, ქრისტიანობის სიყვარულის და პატრიოტული ეროვნული გრძნობებით გამთბარი ურთიერთობების არსებობა ჩვენ საზოგადოებაში არის რა თქმა უნდა მიუღებელი ამ ძალებისთვის. შესაბამისად ის ადამიანი, რომელიც პატრიარქმა თავის დროზე აირჩია როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ, არის ასევე მიუღებელი, რადგანაც არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ მეუფეშიო სწორედ ამ ხაზს გააგრძელებს საპატრიარქოში ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ღირებულებების პატივისცემის, სულიერების ამაღლების. ბუნებრივია ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ მიზნებს და ამოცანებს, რაც გააჩნიათ რადიკალებს და მათ დამფინანსებლებს ქვეყნის ფარგლებს გარედან. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხედავთ თუ რაოდენ დიდი თავდასხმები ხდება ეკლესიაზე, საპატრიარქოზე და ეს ყველაფერი არის ქვეყნის გარედან დაფინანსებული, ამაში ჩართული არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალი პოლიტიკოსები და რა თქმა უნდა ყველაფრის ამის მიზანი არის ერთი რამ, რომ რამენაირად განხეთქილება შემოიტანონ ეკლესიაში, განხეთქილება შემოიტანონ ჩვენ საზოგადოებაში. ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში იყვნენ ის ძალები და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ყველა ბინძური კამპანიის უკან, მათი ფინანსებით, მათი იდეოლოგიით, მათი ორგანიზებით, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესიის წინააღმდეგ, უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ და საერთოდ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც არის ქართული. ძალიან მკაფიოდ გაკვალა გზა მისმა უწმინდესობამ
და ყველა ვალდებულია რომ ამ გზას გაყვეს, არ მოხდეს გადახვევა. ახლა დღის სხვა თემები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით სპარსეთის ყურის ქვეყნებში, კონკრეტულად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში თავდასხმა განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ალუმინის საწარმოებზე. თეირანში მომხდარი აფეთქებების შედეგად კი დაიღუპა ერთი ადამიანი, 27 დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით მათი მთავარი სამიზნე ირანის მთავრობის ინფრასტრუქტურა იყო. ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ლიბანზეც. როიტერის ცნობით სამხრეთ ლიბანზე საჰაერო დარტყმას 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა. განგაშის ხმა ისმოდა ისრაელში, სადაც ირანის სამხედრო ძალების მხრიდან მორიგი საჰაერო თავდასხმის ტალღა დაიწყო. რეზა ფეჰლევმა ამერიკის შეერთებული შტატების კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მზად არის ირანში გარდამავალ პროცესს უხელმძღვანელოს. ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მოუწოდა, რომ ირანში დაწყებული სამხედრო ოპერაცია ბოლომდე მიიყვანონ და დაასრულონ ირანის რეჟიმი. President Trump was right when he said პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ დიდებულს ხდის. მე კი ვაპირებ კვლავ დიდებული გავხადო ირანი. პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო, როდესაც თქვა, ჩვენ არ გვინდა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ დაბრუნება. მაგრამ თუ რეჟიმის რომელიმე ფრაქცია ხელისუფლებაში დარჩება, ზუსტად ასე მოხდება. რეჟიმი დროს მოიგებს, ის თავს მოაჩვენებს ყველას, თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებს. შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდება თავის ძველ ჯიჰადისტურ გზას, რითაც საფრთხე შეუქმნის ამერიკას, მის უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ირანელ ხალხს აქვს რეალური შანსი ბოლო მოუღოს ტერორისა და ქაოსის ამ რეჟიმს. რეჟიმის რეპრესიული მანქანა დასუსტებულია, მისი ტერორისტული ქსელი გაწყვეტილი, ხოლო ხელმძღვანელობა განადგურებული. იმისთვის, რომ ამ ყველაფერს როგორც ამერიკელების, ისე ირანელებისთვის აზრი ჰქონდეს, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს რეჟიმი მთლიანად უნდა წავიდეს. რასაც ახლა ამერიკას ვთხოვთ, მარტივია, არ გადაუხვიოთ არჩეულ კურსს, გზა გაუკაფეთ ირანელ ხალხს, რათა მათ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. პენტაგონი ირანში მრავალკვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით გეგმები შეიძლება მოიცავდეს სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და ჩვეულებრივი ქვეითი ჯარის რეიდებს. ჯერჯერობით უცნობია დაამტკიცებს თუ არა დონალდ ტრამპი ამ გეგმას. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით ირანის წინააღმდეგ ამერიკის ოპერაციის დაწყების დღიდან 11,000-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა, 150-ზე მეტი ირანული გემი კი დაზიანდა ან განადგურდა. ამავე განცხადების თანახმად შტატების ძალები ბომბავენ ობიექტებს, რათა ჩამოშალონ ირანული რეჟიმის უსაფრთხოების აპარატი და პრიორიტეტს ანიჭებენ ლოკაციებს, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ბენი შოუს პოდკასტში საუბრის დროს განაცხადა, რომ ირანის ომი არის ხანმოკლე და მალე დასრულდება. როგორც ჯეიდი ვენსი აცხადებს, მათი მთავარი მიზანი ირანის, რაც შეიძლება დიდი ხნით განეიტრალება, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ კი ისინი ირანიდან გამოვლენ და ყველაფერი დასტაბილურდება, მათ შორის საწვავის გაზრდილი ფასიც. ჩვენი სამხედრო ამოცანების უდიდესი ნაწილი შესრულებულია. ვფიქრობ, საფუძვლიანია იმის მტკიცება, რომ ყველა სამხედრო მიზანს მივახციეთ. ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ ისინი ძალიან დიდი ხნით და ეს არის მთავარი ამოცანა. ფასები ნამდვილად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, მაგრამ ის დაიწევს. ეს არის დროებითი რეაქცია იმაზე, რაც საბოლოო ჯამში მოკლევადიანი კონფლიქტი იქნება. ჩვენ არ გვაქვს ინტერესი დავრჩეთ ირანში 1 ან 2 წლის შემდეგ. ჩვენ საქმეს ვაგვარებთ, იქაურობას მალე დავტოვებთ და საწვავის ფასებიც პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქციის მონაწილეები დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას აპროტესტებენ, რაც ირანში ომს, ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურის ქმედებებსა და საცხოვრებელი ფასების ზრდას ეხება. მსვლელობები მიმდინარეობს ვაშინგტონის, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ბოსტონსა და სხვა დიდ ქალაქებში. აქციების მიმდინარეობის დროს ლოს-ანჯელესსა და დალასში რამდენიმე მონაწილეც დააკავეს. ამერიკის რამდენიმე შტატის მხრიდან ეროვნული გვარდიაც მობილიზებულია.
უკრაინამ რუსეთში ლენინგრადის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა უსტლუგა სპორტში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული. ინფორმაციას ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა. საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით მიგრანტებით სავსე ნავმა, რომელიც ლიბიიდან გადმოვიდა, ზღვაში 6 დღე გაატარა. გადარჩენილებს შორის ბანგლადეში, სამხრეთ სუდანისა და ჩადის მოქალაქეები არიან. ისევ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი. პოლიციამ ერთი პირი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავა, თურქეთის მოქალაქე კი სარფში აიყვანეს. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი და მეთადონი. ნარკოდანაშაულის ფაქტზე მოლდოვას რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. მათი აყვანა ჯგუფურად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოხდა. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი. კადეტებმა საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გამართეს საინფორმაციო შეხვედრა. მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს ლიცეუმში ჩარიცხვის პირობებზე, სასწავლო პროცესზე, დისციპლინურ გარემოსა და სამოტივაციო პროგრამებზე. ქუთაისის პარალელურად უახლოეს მომავალში კადეტთა სკოლა აღმოსავლეთ საქართველოში კრწანიშიც გაიხსნება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. თანატოლებს დეტალურად გავაცანით ის გარემო, სადაც მთელი კვირის განმავლობაში ვცხოვრობთ და ვსწავლობთ. მოუყევით იმ სასწავლო პროცესებისა და სამოტივაციო პროგრამების შესახებ, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი შესაძლებლობის განვითარებაზე, ლიდერული უნარჩვევების ჩამოყალიბებასა და დისციპლინის გამომუშავებაზე. მოსწავლეებს გავაცანით სიახლე, რაც გულისხმობს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თბილისის მახლობლად სოფელ კრწანისში ახალი ლიცეუმის გახსნას. ლიცეუმის მიზანია აღზარდოს კონკურენტუნარიანი და განათლებული ახალგაზრდობა, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო კუთხით. ძალიან საინტერესო იქნება სამხედრო ლიცეუმში სწავლა, რადგან ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას განმოვვითაროთ როგორც სამხედრო უნარები, ისე ჩვეულებრივი უნარები, რაც შეიძლება მომავალში დაგჭირდეს. მათ აგვიხსნეს თუ რა არის საჭირო იქ ჩასაბარებლად და მე დავინტერესდი ამ თემით და აუცილებლად ჩავაბარებ. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიზღვნილი საღამო გაიმართა. კონცერტი ვახტანგ კახიძის ახალი ნაწარმოების პრემიერით გაიხსნა საგალობელი სახელწოდებით პიე იესუ დომინე. მოწყალეო უფალო იესო კომპოზიტორმა უწმინდესის გარდაცვალებიდან მეორე დღეს დაწერა. კონცერტს თავად ავტორი დირიჟორობდა სახელმწიფო საგუნდო კაპელა, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტი ქეთევან ქართველიშვილი. თითოეული მათგანი მუსიკისა და პატრიარქის სიყვარულმა გაერთიანა. მე როგორც კომპოზიტორს და როგორც იმ ადამიანს, რომელიც გარკვეულწილად ახლო ურთიერთობაში იყო პატრიარქთან მუსიკალური თვალსაზრისით, შემექნა ის აუცილებლობა, ის ბუნებრივად მოხდა, რომ მომინდა რომ იმეწონა მისი ხსოვნისთვის ნაწარმოები. აი ეს განწყობილება, ეს ტკივილი, რაც მთელ საქართველოს დაეუფლა, მე ესე მოგზაურებულად შევეცადე რომ ინდივიდუალურად როგორც კომპოზიტორს რომ მეხატა. ჩვენთვის საკულტო მნიშვნელობის არის ზოგადად ეს ნაწარმოები და ძალიან ძვირფასი თითოეული მისი შესრულება, თუმცა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო იყო, ემოციური დატვირთვაც უფრო მეტი ქონდა, რადგან პატრიარქისადმი იყო მიძღვნილი კონცერტი. ის სათქმელი რაც გვინდოდა რომ გვეთქვა და ის პატივი მიგვეკო უწმინდესისთვის ჩვენი მხრიდან ჩვენი პატარა მცდელობა გამოგვივიდა, იმიტომ რომ ის ძალიან დიდი კომაგი იყო კლასიკური მუსიკის, ხელოვნების ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო ჩვენი. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ ვასრულებთ ამ ნაწარმოებს. ეს არის, მე ვფიქრობ, საქართველოს მუსიკალურ კულტურაში, მის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც არა მარტო საქართველოში არის პოპულარული, ის სრულდება უცხოეთშიც.
მსოფლიომ დედამიწის საათი აღნიშნა 28 მარტს მილიონობით ადამიანი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გაერთიანდა. მორიგი გლობალური გარემოს დაცვითი აქციის მთავარი გზავნილი იყო დაუთმე 1 საათი დედამიწას. საღამოს 9:30-დან 10:30-მდე სიმბოლურად მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ადმინისტრაციულ შენობებსა და მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლებზე გარე განათება 1 საათით გამოირთო. გლობალურ გარემოს დაცვით აქციას საქართველოს შეუერთდა მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უწყებები, სამინისტროები და აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია. ინიციატივა უკვე 20 წელი აღინიშნება. მიზანი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.